საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სპეციალური მოსმენა გაიმართა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის ფაქტს გამოეხმაურა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი ბერაიამ კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს გადადგან შემდგომი ნაბიჯების საოკუპაციო ძალაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობა ამ თემაზე მოხსენება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა წარმოადგინა. გაერთიანებულ სხდომაზე მომხსენებელმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კულტურული ძეგლების ხელყოფის, მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა. დავით ლომიტაშვილმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძარზე, ლიხნის, ბედიის, დრანდისა და წმინდა სიმონ კანანელის სახელობის ტაძრებზე ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ რესტავრაციის ფაქტებზე ისაუბრა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ქართული იდენტობის გეგმაზომიერი განადგურება უწოდა. მანვე ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილა და სხდომის მონაწილეებს იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული უკანონო რესტავრაციის შედეგები გააცნო და ვიზუალური მასალაც წარუდგინა. სამწუხაროდ ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას მონიტორინგები ვახორციელოთ ცალკეულ ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებზე და ის ფოტოები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ძირითადად ფოტომასალას, მინდა გითხრათ, რომ ამას საერთო არაფერი არ აქვს რესტავრაციასთან. ეს ზოგიერთი ძეგლის შემთხვევაში მეტიც გეტყვით, მგონია რომ საერთოდ ფული გაათეთრა ვიღაცამ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი კირით არის შეთეთრებული რაღაცა, იმას რესტავრაციის არაფერი არ აქვს. თუ იქ წარწერა გადამიშალე, თუ იქ ფრესკა გადამიხატე, თუ იქ რა ვიცი, შეეხე იმ კომპონენტებს, რომელიც ძალიან მძიმე წონიანია იდენტურობის დასამტკიცებლად, მაშინ რაღა გვჭება. მათთვის ეს ძალიან სენსიტიური თემა გახლავთ. მედიცინის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაღაცა მონიტორინგზე შეგიშვას კიდეც. აი კულტურა ძალიან მძიმე წონიანი თემა და ეს მანაც ძალიან კარგად ამაში ვინ იგულისხმება, ყოველ შემთხვევაში ცხადია აფხაზია არა. იმიტომ რომ აფხაზეთთან რომისა და მაკედონიის ფორმატებში მაქვს ცოცხალი შეხვედრები და ძალიან კარგად ვიცი მათი აზრი ამ თემებთან დაკავშირებით. იქ სხვა პრობლემებია. სხდომაზე აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია მძლავრი ბერკეტი, რათა აღკვეთოს ძეგლების ხელყოფის ფაქტები და ეს პრობლემა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი. პრეზენტაციის შემდეგ საპარლამენტო კომისიისა და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. ტერიტორიული მთლიანობის კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უმძიმეს მდგომარეობას. მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც მან ტერიტორიული მთლიანობის კომისიას და განათლების კომიტეტს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხდება მათი მიზანმიმართული განადგურება, მათი ძარცვა ქართული კვალის წაშლის მიზნით და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებით გამენ ყველა საჭირო ნაბიჯს იმისთვის, რომ გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ამ პრობლემის საპასუხოდ. სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, არ ეძლევათ წვდომის შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასების მიზნით. ჩვენ ვღებულობთ ინფორმაცია სხვადასხვა არხებიდან და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვახდენთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯების და შესაბამისი ზომების განხორციელების მიზნით. პარლამენტში გამართულ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ. მივესალმები, რომ მსგავს ფორმატში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ და განვიხილოთ ის თემები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთში კულტურულ მემკვიდრეობას და მე იმედი მაქვს, რომ ის ფორმატი, რომელიც ჩამოყალიბდა კომისიის ფარგლებში,
მოგცევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ დროულად და ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამას უკავშირდება. ძალიან საინტერესო სხდომა იყო კომისიის. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვიღო დეტალური ინფორმაცია იმ შესახებ, რაც ხდება ამ მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გავუცვალეთ ერთმანეთს ხედვები და ასევე ჩამოვყალიბდით იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ სამომავლოდ, რათა ჩვენ ერთად მივმუშაოთ და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, იყო ბერკეტების სწორად და ეფექტიანად გამოყენება. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების ბერკეტი, ეს არის ის ბერკეტები, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს შიგნით, სააგენტოს სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით. პოლიტიკა კულტურის ძეგლების მიმართ, რომელიც იქ ტარდება, ეს არის მიზანმიმართული, მას აქვს კონკრეტული მიზანი. მათ სურთ კონკრეტული შედეგის მიღწევა და ეს მიზანი და შედეგი, რასაც ისინი ცდილობენ მიაღწიონ, გახლავთ ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა წაშალონ ქართული კვალი აფხაზეთში. ეს ესეთი კონკრეტული ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია მოვისმინეთ, მორიგი ფაქტები ვანდალიზმის. ჩვენი წინადადება კიდევ დამატებით მდგომარეობდა იმაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ სხვადასხვა რეზოლუციებში, დოკუმენტებში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ეხება, აუცილებლად უნდა პოვოს ასახვა აი ამ კულტურის ძეგლების მდგომარეობამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ერთი და მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას, რომელიც იცავს კულტურის ძეგლებს, ეს არის შესავსები მთელი რიგი მუხლებით. და ამ მუხლებს ჩვენ პირდაპირ კარნახობს ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება კულტურის ძეგლების მიმართ.